პირველ რიგში მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს. მინდა თავისუფლება გისურვოთ თქვენ ყველას და თავისუფლება ვუსურვო ჩემს საქართველოს. დიდხანს ვფიქრობდი რა მინდოდა დამეწერა, რისი თქმა მინდოდა თქვენთვის, რისი გაკეთება შემეძლო ციხიდან. იცი შემეძლო მდგარიყავი თქვენთან, თქვენს გვერდში. მივხვდი რომ მე თქვენთან ვარ, მანამ სანამ თავს თავისუფლად, უდანაშაულოდ, ქართველად და მებრძოლად ვთვლი. არ შევეგუები უსამართლობას, თავს ძირს არასდროს დავხრი, დინებას არ გავყვები და მუდამ ვიქნები ჩემი სამშობლოს სადარაჯოზე ნათელი წერტილი. ვიქნები ადამიანი, რომელიც დაიცავს თავის სიმართლეს და თავისი ქვეყნის სიმართლეს. ბოლო ამოსუნთქვამდე. რაც შეეხება ჩემს წერილს, ვეცდები არავინ გამომრჩეს და იმედია შევძლებ გონება დავძაბო და ყველა ადამიანი თუ ჯგუფი მოვიხსენიო ჩემს წერილში. ნინო ლომინაძე, რატომ გამიჩნდა სურვილი ამ არაჩვეულებრივი ადამიანით დამეწყო? ნინო ჩემი ადვოკატია და არა მხოლოდ, თუმცა კიდევ რა? ბოლოს მოგახსენებთ. ძალიან ჭკვიანი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანია, რომელიც ჩემგან მუდამ უდიდეს რეკომენდაციას მიიღებს, თუმცა არ ვაპირებ იმაზე ლაპარაკს, რაც უდავოა და ცხადზე ცხადი. როდესაც დამაკავეს 2024 წლის 4 დეკემბერს, თამამად ვიტყვი, რომ იმ დღეს კლინიკური სიკვდილი გადავიტანე. ვაცნობიერებდი, რომ დედა რთულ და გაურკვეველ ვითარებაში დავტოვე. ჩემი და კი ძალიან შეშინებული. პირველი დღე ზაჰესის იზოლატორში შავ-თეთრად გავატარე. ვფიქრობდი რაღაც გაურკვეველ და საშინელ სიზმარში მოვხვდი. არ ვიცოდი რა ხდებოდა ქვეყანაში, რუსთაველზე, რა მელოდა და რაც მთავარია, არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს პატარა, თუმცა ძალიან ძვირფას ოჯახში. ერთ მომენტში საკნის ეგრეთ წოდებული კარმუშკა გაიღო. საკანთან ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ მნახველი მყავდა. ვერ ავხსნი მაშინ რა ვიგრძენი. ალბათ შიში, გაკვირვება, გაოგნება, შოკი, სიხარული და ისევ შიში. შიში იმისა, რომ ძალიან ცუდ ამბავს გავიგებდი. ბადრაგს ვკითხე, ვინ არის მეთქი? მან კი მიპასუხა, ადვოკატიო. დაუმშვიდდი, თუმცა შიში არ გამნელებია. თავში მხოლოდ ჩემი და დედა ჩემი მიტრიალებდა. თახში რომ შემიყვანეს, ახლა მეღიმება, ოღონდ ბედნიერების შეგრძნებით. მე ნინოსთვის ეს არასდროს მithქვამს და თუ წაიკითხავს, ვფიქრობ, მასაც გაეღიმება. როცა ოთახში შევედი, შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მეგონა ანგელოზი იყო მოსული. თავის სიზმარში მეგონა. თან რომ მახსენდება, ქერათმით რომ იყო, თითქოს მეუბნებოდა, ხო? ანგელოზი ვარო. როცა მითხრა, რომ ჩემი ოჯახი კარგად იყო, რომ მათ ყურადღება არ მოაკლდებოდა ხალხისგან, რომ მთელმა საქართველომ იცოდა ჩვენი ამბავი და მარტოები არ ვიყავით, ისე დაუმშვიდდი, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია დავიფიცო. მაგ წამს ახლიდან დავიბადე და სიცოცხლის გემო ვიგრძენი. ამასთან დავრწმუნდი, რომ არ მესიზმრებოდა. ნამდვილი იყო მთელი ეს წარმოდგენილი ამბავი. ნამდვილი იყო ნინოც. ნამდვილი, მაგრამ მაინც ანგელოზი. 8 თვეზე მეტია მფარველობს და მიცავს ეს ანგელოზი უსამართლობისგან. 8 თვეზე მეტია ყველაფერს აკეთებს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. სწორედ ამიტომ არის პირველი, სწორედ ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მას. სწორედ ამიტომ მისი სახელი მუდამ მემახსოვრება და მუდამ ვალში ვიქნები მასთან. მადლობა ნინო. მადლობა, რომ მაშინ გამოჩნდი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი. გისურვებ ყველაფერს კარგს ცხოვრებაში, გისურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, უდიდეს წარმატებას. ამ ფურცელს ამით დავასრულებ. სხვა მადლობებს კი სხვა ფურცელზე დავწერ. ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, ღმერთს ასე სურს. კლდანის ციხე, მეორე კორპუსი, 27 საკანი. სინდისის პატიმარი, თორნიკე გოშაძე.